კაცრი დიეტები არ მუშაობს. ამას აჩვენებს პრაქტიკაც და მეცნიერებაც. როცა ადამიანი ძალიან იზღუდავს თავს, კომპენსატორულად იწყებს ბევრის ჭამას და ისევ იმატებს დაკლებულს და მეტასაც. ზუსტად ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა რედიენტი. რედიენტი მოქმედებს სამ ძირითად კომპონენტზე ორგანიზმში. პირველი აძლიერებს ცხიმების წვას, მეორე ამცირებს მადას და მესამე ამცირებს მიღებული კალორიების ათვისებას. რედიენტი არის ბუნებრივი, 4 ძირითად კომპონენტს შეიცავს. პირველი არის მწვანე ჩაის ექსტრაქტი. მწვანე ჩაის ექსტრაქტი ეხმარება ნორადრენალინის აქტივობას უჯრედებზე და ამის შედეგად უჯრედები იღებენ ბრძანებას, რომ გამოყონ მეტი ცხიმი, ანუ ცხიმი დაიშალოს, ამას ქვია ლიპოლიზი და შემდეგ ეს ცხიმი დაიწვას და ენერგია წარმოიქმნას. ამას ქვია თერმოგენეზი, ანუ ხელს უწყობს თერმოგენეზს და ცხიმის დაშლას. რედიენტის მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კოფეინი. კოფეინი აძლიერებს მწვანე ჩაის ექსტრაქტს და ამ პროცესს ქვია ამპლიფიკაცია. მეორეს მხრივ კოფეინს აქვს მასტიმულირებელი ეფექტი ორგანიზმზე, მცირედი დასტიმულირებს მეტაბოლიზმს, აძლიერებს ცხიმების მობილიზაციას და ცხიმების წვას. მესამე კომპონენტი არის თეთრი ლობიოს ექსტრაქტი და ფაზოლამინი მოლეკულა, რომელიც ალფა ამილაზას ინჰიბირებას ახდენს, ანუ შეკავებას ნაწლავებში. და შედეგად, როცა ნახშირწყლებით იკვებება ადამიანი, მხოლოდ ნაწილს აითვისებს ორგანიზმი და დანარჩენი მოქმედებს როგორც პრებიოტიკი და ამის შედეგად ჯერ ერთი ნაკლებ კალორიას იღებ და მეორეს მხრივ ეს ეხმარება მადის დაქვეითებასაც და ასევე ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების რაოდენობის გაზრდას, რაც იმუნიტეტსაც აუმჯობესებს. შეხება მეოთხე კომპონენტს, ეს არის პიპერინი, შავი წიწაკის ექსტრაქტი, ეხმარება რედიენტის სხვა კომპონენტებს ათვისებაში და ეფექტურობის გაძლიერებაში, განსაკუთრებით EGCG-ს და თეთრი ლობიოს ექსტრაქტს. რედიენტის მიღების საუკეთესო რეჟიმი არის 2 კაფსულა დღეში, 1 დილით, 1 შუა დღისას, სასურველია რომ 4 საათამდე. კვებამდე, თქვენს ძირითად კვებამდე დაახლოებით 10-15 წუთით ადრე, 1 ჭიქა წყალთან ერთად. მადის შემცირების ეფექტი იგრძნობა მალევე, წონაში კლების ეფექტი იგრძნობა პირველივე კვირასვე. რედიენტის შედეგად მიღებული კლება დამოკიდებულია საწყის და სამიზნე წონაზე, გაჩნია ადამიანს რამდენი აქვს დასაკლები, ვისაც მეტი აქვს დასაკლები, ის მეტს იკლებს, ვისაც ცოტა ის ნაკლებს და ზოგადად თვეში 2-3 კილოს კლება მიიჩნევა მეცნიერულად ყველაზე გამართლებულად და ყველაზე ჯანსაღად, იმისთვის რომ შემდეგ ისევ არ მოიმატოთ და შემდეგ ისევ არ აინაზღაუროთ. ჭირდება თუ არა რედიენტს კვებითი ხელშეწყობა? დიახ, ჭირდება. ნებისმიერ პრეპარატს ჭირდება კვებითი ხელშეწყობა, იმისთვის რომ ეფექტი ქონდეს, რადგან ეს ფიზიკის კანონებია. რედიენტი გეხმარება დაახლოებით 40-50%-ით, მაგრამ შენ თუ 200-300%-ით მეტ საკვებს მიიღებ, ვიდრე გჭირდება, ამ შემთხვევაში ნებისმიერი პრეპარატი უძლური იქნება, ეს ფიზიკის კანონებიდან გამომდინარეობს. მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები რედიენტს როგორც წესი არ აქვს, ზოგად პოპულაციაში მიიჩნევა უსაფრთხოდ. ამ დოზებში არ მოქმედებს ღვიძლზე, არ მოქმედებს თირკმელებზე. უნდა გაითვალისწინოთ, რომ 4 საათის მერე არ არის რეკომენდირებული რედიენტის მიღება, რადგან კოფეინი შეიცავს და შეიძლება გრძნობიარე ადამიანებში ძილის პრობლემა გამოიწვიოს. არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს, ორსულობის დროს და 18 წლამდე ასაკში. თუ კი რაიმე სერიოზული მნიშვნელოვანი დაავადება გაქვთ, მძიმე დაავადება, რა თქმა უნდა ნებისმიერი საკვები დანამატის ან ნებისმიერი წამლის მიღების წინ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან უნდა გაიაროთ.